მოგესალმებით, უყურებთ მომბეს 3 საათზე ახალ ამბებს მე ლიზა ციკლაური გაგაცნობთ გამოშვებაში თქვენ ნახავთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ტაჯიკეთში, მიმდინარე შეხვედრები. 4 ოქტომბრის საქმე, ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა, მოსამართლის გადაწყვეტილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთში იმყოფება ვიზიტით უკვე დასრულდა ირაკლი კობახიძის შეხვედრა ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრთან დისკუსია შედგა როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატში. რამდენიმე წუთში კი მხარეებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით დოკუმენტის ხელმოწერა მოხდება. ამის შემდეგ შედგება ქვეყნის პრეზიდენტთან მიღება რეზიდენციაში. სალომე ქოქიაშვილი გვერდება დუშანბედან ახლა პირდაპირ ეთერში, სწორედ ის აშუქებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს. სალომე გისმენთ. დიახ, ამ წუთებში ჩვენ ვიმყოფებით უკვე ტაჯიკეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, ცოტა ხანში დაიწყება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის შორის, თუმცა დავიწყოთ თავიდან, რამოდენიმე საათის წინ დაიწყო ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა ტაჯიკეთში, მის დედაქალაქ დუშანბეში, საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციით არის დღეს ჩამოსული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის დედაქალაქში, სამთავრობო დელეგაციაში არიან კულტურის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, საგარეო საქმეთა მინისტრები, აეროპორტში გაიმართა დახვედრის საზეიმო ცერემონიალი, შესრულდა ტაჯიკეთსა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები, რის შემდგომაც უკვე დელეგაციები გაემართნენ ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, სადაც ირაკლი კობახიძე ჯერ პირისპირ შეხვედრა ჰქონდა ტაჯიკ კოლეგასთან, ხოლო შემდგომ უკვე შეხვედრამ გადაინაცვლა გაფართოებულ ფორმატში და უნდა ითქვას, რომ როგორც უკვე დელეგაციის შემადგენლობითაც ალბათ ხდება ჩვენი მაყურებელი, საკმაოდ ფართოა იმ საკითხთა ჩამონათვალი, რაშიც ორი ქვეყანა საომალო თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს, რა თქმა უნდა გაფორმდება ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტებიც და საკმაოდ მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის ამ ეტაპისთვის ურთიერთობა, რა თქმა უნდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რომლის ნაწილიც არის ტაჯიკეთი, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში საუბარი არის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ იყოს სწორედ აზიის დამაკავშირებელი ევროპასთან და პირიქით და ამის საშუალებას, რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას აძლევს შუადერეფანი, ის პოტენციალი, რომელიც ტრანზიტული თვალსაზრისით აქვს ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა არის გაცხადებული მიზანის იმის თაობაზე, რომ სწორედ საქართველო უნდა იყოს მათ შორის ცენტრალური აზიის 5 ძირითადი ქვეყნის დამაკავშირებელი, სწორედ დასავლეთთან და პირიქით, რა თქმა უნდა ამ თემებზეც გაგრძელდება საუბარი და სწორედ ამ თვალსაზრისითაც იგეგმება თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნებს შორის. რაც შეეხება უკვე თავად პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრას, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა და ველით რომ დასრულდება უკვე მალე შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, საკმაოდ როგორც გითხეს, საკმაოდ თბილ ვითარებაში წარიმართა და საქმიან გარემოში, რაც მთავარია ეს შეხვედრა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მისასალმებელი სიტყვითაც მიმართეს. ეს ისტორიული მომენტია. საქართველოსთან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება ტაჯიკეთში. ჩვენი ერები, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან ისტორიული ტრადიციებით. მეგობრობითა და ჩვენი პასუხისმგებლობა მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ მიზნისადმი ერთგულებას ვადასტურებთ. მინდა მადლობა გადავუხადოთ ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივის ცემისთვის, რასაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც კი გითხარით, ჩვენ უკვე მივყოფებით ტაჯიკეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც უკვე გაფართოებული პრემიერ-მინისტრთან გაფართოებული შეხვედრის შემდგომ გადმოინაცვლებს ქართული დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძეს ხელმძღვანელობით. აქ უკვე ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრეზიდენტი შეხვდება, რის შემდეგაც როგორც ჩვენთვის ცნობილია, ორი ქვეყნის პირველი პირი გამართავს ერთობლივ პრესკონფერენციას და ამიტომ დაავალოდოთ რა იქნება ის მთავარი გზავნილები, რომელზეც ისინი საუბრებენ ამ პრესკონფერენციის ფარგლებში. მე შეგახსენებთ, რომ კარგი ხანია ტაჯიკეთში პირველი პირის ოფიციალური ვიზიტი არ შემდგარა და ბოლო პერიოდში ეს არის თქვა ტაჯიკეთში უკვე პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელშიც როგორც გითხარით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თან ახლავს საკმაოდ წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაცია. მადლობა სალომე ქოქიაშვილი იყო პირდაპირ ეთერში. 4 ოქტომბრის საქმეზე ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი დამნაშავედ ცნო მოსამართლემ. ჩახუნაშვილის ხტომათა დარბაზშივე დააკავეს, ის მანამდე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. იად არახველიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, მის მიმართ ძებნა გამოცხადდა. ხატია ჯამალაშვილი გვერდება დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში. ის ესწრებოდა სასამართლო პროცესს და აშუქებდა ხტომას. ხატია გისმენთ.
4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული პირების 9 თვიანი სასამართლო განხილვა დასრულებულია. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით 7-ვე პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი და მათ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ხელბორკილების სასამართლო დარბაზშივე დაადეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, რადგან ის 20,000 ლარიანი გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული. როგორც გიორგი ჩახუნაშვილმა სასამართლოს ხდომაზე შესვლამდე განაცხადა, ის მზად იყო ამ პატიმრობისთვის და მომზადებული მოვიდა დღევანდელს ხდომაზე. ასევე ია დარახველიძესაც ბრალდება მიესაჯა მას დაუსწრებლად, რადგან ია დარახველიძე საკუთარ ხდომას და განაჩენს ამავე საქმეზე არ დასწრებია. შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში მას ძებნა გამოცხადდება და მისი საპატიმრო ვადის აცვლა დაიწყება მას შემდეგ, რაც მას სამართალდამცველები დააკავებენ. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ სასამართლოს ხდომას. დღეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა სიტყვით გახსნა სასამართლო პროცესი და მან განაცხადა, რომ ის აღარ არის თანახმა იმ საპროცესო შეთანხმებაზე, რომელზეც თანხმობაც წინას ხდომაზე დააფიქსირა და პროკურატურა დაეთანხმა აღნიშნული საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, თუმცა ზაქრო ალბუთაშვილმა განაცხადა, რომ ის აღარ არის თანახმა, რადგან მას დაიწყებს დღეიდან შიმშილობას, იქამდე ვიდრე პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია არ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. დღეს საბოლოო სიტყვებით ისარგებლეს დანარჩენმა ბრალდებულებმაც, ისინი ამბობენ, რომ არ ეთანხმებიან წარდგენილ ბრალს და ვერ აღიარებენ ისეთ დანაშაულს, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. შესაბამისად, მათი სასამართლო განხილვა დასრულდა ისე როგორც უკვე გითხარით. ასევე დღეს პროცესის დასრულების შემდეგ მხარეები გამოეხმაურნენ მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებას. ადვოკატები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო, რადგან საქმეში არ დევს რეალური მტკიცებულებები. ასევე მათივე განცხადებით გადაწყვეტილებას ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ ყველა შესაბამის ინსტანციაში. ასევე დღეს განმარტება გააკეთა აღნიშნულ საქმის განაჩენთან დაკავშირებით ასევე პროკურორმა ვაჟა თოდუამაც. სასამართლოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არასამართლიანი არის, ბრძოლა გრძელდება. ადამიანი ეხა ყვავილის სროლის გამოყავდათ 9 თვე გამოკეტილი ციხეში და ედავებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და შესაბამისად იქ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უბრალოდ იდგა, შეიძლება ყოფილიყო იდენტიფიცირებული და იგივე ბრალი წაეყენებინათ, ხო? როგორც იყო უამრავი ადამიანი, არის ეხაც უამრავი ადამიანი ციხეში და შესაბამისად ჩვენ არ შევეგუებით ამ უსამართლო სისტემას, ან არა და შევცვლით ყველა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ადამიანს 5 წელი განუსაზღვრა თავისუფლების ყვეთით იმისთვის, რომ ის გადაადგილდებოდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ოქტომბერს. ანუ ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომელსაც ვერაფერი ვერ შესვლის. რა თქმა უნდა, ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა გაგრძელდება სააპელაციო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში და რა თქმა უნდა დასრულდება სტრასბურგის ევროპულ ადამიანის თავისუფლებათა სასამართლოში. თავისუფლ საყვეთა შეუფარდა სასამართლო. რა თქმა უნდა, თავადვე განმარტა სასამართლო, როგორც კი იქნება შესაბამის უწყების მიერ ანჩაბარება იასი ან დაკავება აიჩვლება მისი სასჯელის ვადა. ამ ეტაპისთვის ჩატარდება ჩვენი პროცედურები, როგორიც არის, ეგრეთ წოდებული ძებნაზეც გადაეცემა ქალბატონ იას საქმე. მე რაიმე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ჩემი დასუსტყოფი იქნება ეს ია თუ სხვა საადიმყოფება როგორ გადაადგილდება და რა მიზნით ახორციელებს რაიმე ქმედებას, ეს ჩემთვის უცნობი არის. სასამართლომ სრულად გაეზიარა ბრალდების მხარეზე წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ის ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანდა მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და სრულად ცნო დანაშაულები წარდგენილ ბრალდებებში. მათგან ერთ-ერთმა პირმა განცხადებით მიმართა პროკურატურას შეთანხმების დადების მოთხოვნით, თუმცა დღევანდელ ხდომაზე განაცხადა, რომ სურდა მის მიმართ საქმე დასრულებულიყო არსებითი განხილვის შედეგად. აქვე აღნიშნა, რომ ამ საქმეზე თავდაპირველად ბრალდებულად ცნობილი იყო 15 პირი, მათგან 8 პირმა მიმართა განცხადებით პროკურატურას აღიარეს დანაშაული, უდაოდ ცნეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მოითხოვეს შეთანხმების გაფორმება. თითოეული მათგანის განცხადება დაკმაყოფილდა და შეთანხმების შუამდგომლობის საფუძველზე მათ სასჯელის სახით და ზომად განსაზღვრათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეთვალათ პირობის მსჯავრად. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოტანილ განაჩენს ეხმაურებიან პოლიტიკურ წრეებში, ოპოზიციაში ბუნებრივი არ ეთანხმებიან აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მათ მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მტკიცებულებების შესაბამისი და ყველა პატიმარი, რომელიც ამ დროისთვის აქციების დროს არის დაკავებული და საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, ისინი აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ, აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რაც შეეხება უმრავლესობას და მათ პოზიციას. მათ მიაჩნიათ, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან ძალადობას ჰქონდა ადგილი და სახელმწიფოს აღნიშნულ ძალადობაზე შესაბამისი რეაქცია ჰქონდა.
ივანიშვილის რეჟიმის პრობლემებში მოსალონელი არის ასეთი ზომები, რომ ადამიანს, რომელსაც მაგალითად გოგი ჩახუნაშვილს დაახლოებით 300,000 ბავშვი უფასოდ ყავს გასენჯული. ხო, აი ესეთი ჰუმანური ადამიანები, ესეთი კარგი ხალხი გაუშვეს ციხეში 5 ასე ვთქვათ, საქართველოს პატრიოტი და ამ დროს თვითონ მაყუთში იხრჩობა ივანიშვილი და მისი გარემოწვა. აი ესეთ სამწუხარო გარემოში და რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ეს 7 მოქალაქე არის იმ პროვოკაციის მსხვერპლი, რომელიც ქართულ ოცნებამ ანტიქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა დაგეგმეს. ივანიშვილის გუნდი შუა საუკუნეებრივი შურიძიების მეთოდებით ცდილობს, რომ საკუთარი ინტერესები გაატაროს. მისი მიზანია უახლოეს მომავალში გაავსოს ტყვეებით, თავებით, ადამიანებით, მათ შორის აკადემიკოსებით, პროფესიული წრეებით, მშენებლებით, პატრიოტი მოქალაქეებით, ის ტყვეების კალათა, რომლითაც შემდეგ უნდა ივაჭროს მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური მერკანტილური ინტერესების დასაცავად. 4 ოქტომბერი იყო პროვოკაცია, რომელიც დაიწერა სუსის და ოცნების ოფისში და შემდგომ აღსრულდა კორუმპირებული ოპოზიციონერების მხრიდან, ზოგიერთ შემთხვევაში ჩანერგილი ოპოზიციის მხრიდან. ამ პროვოკაციის შედეგად ჩვენ მივიღეთ დამატებითი პატიმრები ქვეყანაში. მე ვისურვებდი, რომ ამ ადამიანებმა პატიმრებზე მაქვს საუბარი და პროვოკაციის მსხვერპლებზე მოდი ესე დავარქმევდი ამას. მე ვისურვებდი, რომ ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაბრუნდნენ ოჯახებში და დაუბრუნდნენ ქვეყანას გარეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ოჯახებს და საქართველოს გარეთ სჭირდება. ყველამ კარგად დაინახა ის დღე ვინც იხილა, თუ რა ხდებოდა, იქ არანაირ ძალადობას, სხვა ძალადობას ადგილი არ ქონია გარდა იმისა მომიტინგების მიერ პრეზიდენტის სასახლის ტოვნის და ღობის ნგრევა, პოლიცია როდის ჩაერთო თქვენ ძალიან კარგად ხედავთ და არც ერთი მაღალი თანამდებობის პირს ბრიუსელი იქნება თუ სხვა არ აქვს ევროკავშირის თუ ნებისმიერ სხვა ადგილობრივი ჩვენი ელჩების წარმომადგენლების უბრალოდ ევროკავშირის ჩვენთან განცხადება არ გაუკეთებია და არ დაუგმია აღნიშნული დღე. 4 ოქტომბერი არის ნათელი მაგალითი თუ რავი როგორ უტევს ოპოზიცია და არბევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. როგორ შეიძლება აქ მონაწილე აქტივისტს, რომელიც იქნება დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული, დაარქვან პოლიტპატიმარი და რა ვიცი, უწოდონ ის, რომ არასწორად იქნა მათსაჯულება მის მიმართ. მთელი თვეების განმავლობაში მიდიოდა კამპანია, რომ ისინი ემზადებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. მიდიოდა კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ემზადებოდნენ ჩამოეგდოთ ხელისუფლება, მოეხდინათ რევოლუცია და უკვე 4 ოქტომბერს მოინდომეს ამის შესაბამისობაში მოყვანა. კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, მივარდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გადაანგრიეს ღობე, შეეცადნენ ადმინისტრაციაში შეჭრას, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება მოახდინეს დროულად და კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები. ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების შეცვლა, ამისთვის არსებობს არჩევნები და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ხვალ ხელისუფლებაში და ვის სანდობს ისინი ქვეყნის პეც. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულია სულ 64 პირი. ამ საქმეს რამდენიმე ეპიზოდი აქვს. დღეს 15 პირის სასამართლო განხილვა იყო, თუმცა აღნიშნული 15 პირის განხილვა თავდაპირველად იყო ასეთი რაოდენობა, თუმცა მას შემდეგ რაც 8 პირმა აღნიშნულ საქმეზე წარდგენილი ბრალი აღიარა, თავი დამნაშავეცნო, მათ უკვე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ პროკურატურასთან, რაც შეეხება დანარჩენ 7 პირს, მათი საქმის წარმოება ცალკე გამოიყო სასამართლო განხილვები და სწორედ დღეს იყო აღნიშნულ საქმეზე დასკვნითი პროცესი, განაჩენი უკვე ცნობილია. ამ დროისთვის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული პირებიდან სულ 22 პირი არის საპროცესო შეთანხმებით საპატიმროდან გათავისუფლებული. მადლობა ხატია ჯამალაშვილი იყო პირდაპირ ეთერში. ევროპარლამენტის მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ კვლავ განხილვის თემა თბილისში. რასა იკვნევიჩიენეს ავტორობით მიღებული დოკუმენტის ის პუნქტი, სადაც ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას შექმნას მექანიზმი, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებს და სტუდენტებს შეუნარჩუნებათ ვიზა-წვდომა ევროკავშირში. გაურკვეველია მმართველი გუნდისთვის და ისინი ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ ხდება საზოგადოების დაყოფა, რაც მიუღებელია. ოპოზიცია კი ამაში პრობლემურს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ ნაწერი არის ნაბიჯი, რომ საზოგადოება არ დაზარალდეს. ეს რეზოლუცია არის სამწუხაროდ გაგრძელება ჩვენი ქვეყნის იზოლაციის, ჩვენი ქვეყნის იმ სახელის გატეხვის, რაც ჩაიდინა ივანიშვილის რეჟიმმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დათქვამის გვაქვს, რომ სანამ ივანიშვილის რეჟიმი დარჩება, მანამდე გაგრძელდება რეზოლუციების, გაგრძელდება სამწუხაროდ კონკრეტული ზომები. თუ რაიმე კონკრეტული ზომა იქნა მიღებული, ზომა იქნას მიღებული არა
საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ ივანიშვილის რეჟიმის წევრების წინააღმდეგ. აი ეს არის ჩვენი ამოცანა, ამიტომაც ყველა იმ ზომას, რომელიც მიემართება ივანიშვილის რეჟიმს და არა ქართულ ხალხს, ჩვენ მივესალმებით, ყველაფერს აკეთებს ოცნება, რომ მოხდეს უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა. რეზოლუციების ტექსტები იგივე არ რჩება, რეზოლუციების ტექსტები სამწუხაროდ, სხვათა შორის საერთოდ არ მიხარია ეს. რეზოლუციის ტექსტები მძიმდება. პირველივე დღიდან, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების რისკებზე დაიწყო საუბარი, ჩვენ არ მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ პირდაპირი გაგებით კარდაკარ დავდივართ და დავდიოდით და ვარწმუნებთ და ვარწმუნებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ აქამდე ქვეყანა მიიყვანა ოცნების კონკრეტულმა დაჯგუფებამ, ამიტომ ოცნების კონკრეტული დაჯგუფების დანაშაულების და მავნებლობის გამო საქართველოს ყველა მოქალაქეზე არ უნდა გავრცელდეს ეს სამწუხარო შედეგები. ევროპარლამენტის თუ ევროკავშირის მასშტაბით მიღებულ განცხადებებს და რეზოლუციებს საერთოდ ერთ-ერთი ფასიც კი აღარ აქვს. შეიძლება ითქვას 1 ევროცენტის ფასიც კი აღარ აქვს. მათი მიზანი, რა თქმა უნდა, არის რომ საზოგადოებაში როგორ მღელვარება გამოიწვიონ, ამ მღელვარების ფონზე კი სადონ შემდეგ სხვის დაკბულზე მოცეკვავე ადამიანებმა გარემართულობა დაამყაროთ ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი არ გამოსდით. პირდაპირ სულისკვეთება არის რეზოლუციისა, რომ თურმე არსებობენ ადამიანები და სხვა ყველა დანარჩენი. რომ თურმე მხოლოდ გარკვეულ პირებს ადამიანებისაც შეუძლიათ რომ კონდეთ გარკვეული უფლებები, ხოლო სხვა დანარჩენები უნდა იყვნენ სეგრეგირებულები და ასევე გარიყულები მთელი საზოგადოებიდან. არც ეს არ არის უცხო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ რეზოლუციის და ანგარიშის ავტორი არის ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი. ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიანის ფასი და რას ვხედავთ იმ ტექსტში, ამოვიკითხავთ ისევ ინსტრუქციას, ამოვიკითხავთ ისევ ბრძანებულ რტოს, ამოვიკითხავთ ორმაგ სტანდარტს, ამოვიკითხავთ სრულიად აბსურდულ სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ რაღაც ალუზორულ ფაქტებს, ერთ-ერთი პუნქტიც ვიზებთან დაკავშირებით რაღაც გარკვეულ თავიანთ აგენტურულ ქსელს, ესე ვთქვათ, შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა, ხოლო დანარჩენ საზოგადოებას ისინი საზოგადოებად არ თვლიან, ეს არ ახალია ჩვენთვის, ქართველებისთვის. ეს არ ახალია, იმიტომ რომ ყველა ის სცენარი, რომელიც ჩამოდიოდა და მათ შორის შემდეგ იმ სცენარიდან გამომდინარე, აი ეს აბზაცები რეზოლუციებში თუ განცხადებებში თუ დადგენილებებში, აი ესე გამოსჭვივის. აი ესე პირდაპირ და ღიად ამბობთ, დიახ, ჩვენ ერთს ვამბობთ, მაგრამ ვაკეთებთ მეორეს. პარალელურად ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას უწევს უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივის დროული მიღება და მის პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელება. აღნიშნულის მიხედვითაც ყველა სამართალდამცავ პირს ეკეთება მკაფიოდ ხილული ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი საიდენტიფიკაციო ნომერი. ამის შესახებ მაიკლ ფლაერტის მიერ გამოქვეყნებულ მემორანდუმშია ნათქვამი. ამავე დოკუმენტის მიხედვით ის მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სრულყოფილი და დროული გამოძიება უზრუნველყონ. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის მაიკლ ფლაერტის განცხადებას უკვე უპასუხეს მმართველ გუნდში. ეს მე მიღებული თითოეული საკანონმდებლო ცვლილება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ამავდროულად ევროპულ კარტიასთან ადამიანის უფლებებს. ოფლაერტი არის ის ადამიანი, რომელიც 2024 წელს სხვადასხვა დროს რამდენჯერმე როგორც განცხადებებით, ასევე პირდაპირი წერილობითი მიმართვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ ითხოვდა, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი გაუქმებულიყო. როგორც ეს არის შემზღუდავი თურმე ადამიანის უფლებებისა. ოფლაერტი ითხოვდა თუ არა, რომ კანონით არ ყოფილიყო აკრძალული და შესაბამისად ყოფილიყო დაშვებული სკოლებში და ბაღებში LGBT პროპაგანდა. ითხოვდა თუ არა, რომ ამ თემის წარმომადგენლებს ქონდათ შესაძლებლობა ბავშვები აეყვანათ. ითხოვდა თუ არა, რომ ჩანაწერი, რომ ინცესტი აკრძალულია, ამოღებული ყოფილიყო და გაუქმებულიყო. მარტივი კითხვა არის, რომ დიახ, ეს ადამიანი ამ ყველაფერს ითხოვდა. ამ ყველაფრის შემდეგ მისი ნებისმიერი განცხადება, ეგრეთ წოდებული კრიტიკა, სრულად დასრული არის სამართლებრივი ნაწილისაგან. ღია მესიჯს უგზავნით ყველა შეხვედრაზე ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ნებისმიერი წარმომადგენლობითი დელეგაციის დროს, რომელიც აღმასრულებელი იქნებოდა საკანონმდებლო, ჩვენ ვამბობთ, რომ შევიდეთ, გნებავთ ღია, გნებავთ დახურულ დისკუსიაში თუ რა პრობლემას ხედავთ გამჭვირვალეობის შესახებ კანონში, რა პრობლემას ხედავთ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონში, რა პრობლემას ხედავთ მანიფესტაციების მიმართებაში კანონში. ვერაფერში ისინი ვერ შემოდიან, იმიტომ რომ ვერ შემოვლენ ობიექტურად, იმიტომ რომ ისინი არ არიან ობიექტურები და ამ ყველაფერთან ერთად ხედავთ იმ მასკარადს და იმ რაღაც უკვე გაცვეთილ PR შოუს, რასაც როგორც ბრენდავდნენ პირობითად რუსული კანონი, რეჟიმის კანონი და ასე შემდეგ. გაცვდა მეგობრებო, მათი ეს სცენარი.
პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებაზე, სადაც მადიარი ამბობს, რომ მისი ინიციატივით ევროკავშირის სამიტის დასკვნითი დეკლარაციიდან უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების შესახებ პუნქტი ამოიღეს. ინფორმაცია მადიარმა სოციალურ ქსელში გავრცელა. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით ჩემი ინიციატივით ბოლო მომენტში ტექსტიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც გაწევრიანების დაჩქარებაზე მიანიშნებდა. ეს ადვილი არ იყო, წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. დამიჯერეთ მადიარის გადაწყვეტილებებს უკეთესად შეაფასებს უნგრელი ხალხი. ის რომ უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, ევროპის კავშირის წევრობას, რა თქმა უნდა ამაში გეთანხმებით და ასეც იქნება. უკრაინა არის ევროპული უსაფრთხოების მთავარი ხაზი, ისიცავს ევროპის უსაფრთხოებას და კი არა მხოლოდ წევრი იქნება, მთავარი ფლაგმანი იქნება ევროკავშირში. საინტერესოა რა სიტყვის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ნაცსექტის წარმომადგენლები, რა სიტყვენ ნაცსექტის წარმომადგენლები და მათ უკან მდგომი ევრობიუროკრატიის წევრები, მაშინ როდესაც საუბრობდნენ, რომ თურმე ურბანი აღარ არის და ახლა შესაძლებელია, რომ განსაკუთრებული ზეწოლა განვახორციელოთ საქართველოზე. ხედავთ, რომ პრაქტიკაში აბსოლუტურად საპირისპირო მოვლენები ვითარდება და აგრძელებს მადიარი იმ პოლიტიკას და სულისკვეთებით პოლიტიკის წარმოებას, რაც ჰქონდა ბატონ ორბანს, რაც გულისხმობს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტიდან, თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის ევროკავშირის მასშტაბით გადაწყვეტილებების მიღებას და შესაბამის ამ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების საშუალებებსაც. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არის ძალიან მკაფიოდ და მკაცრად გაწერილი რეგლამენტირებული წესები. თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ქვეყანა, ასე ვთქვათ, სტატუსის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში. არწმუნებული ვარ, ბატონი მადიარიც მიყვება ყველა იმ პუნქტს და უყურებს ამას ცივი გონებით და უყურებს ამას ბევრი კუთხით დატვირთვით და მათ შორის დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოსავალი, საიდანაც უყურებს ნებისმიერი ქვეყანა კავშირში მყოფის, ეკონომიკურ კავშირში მყოფის, არ უნდა დაგვავიწყდეს რა კავშირია ევროკავშირი, რა თქმა უნდა ეკონომიკური მაჩვენებლების და პარამეტრების და შედეგებიც სხვადასხვა ქვეყნის გაწევრიანების კავშირში, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები 12 თვით გაახანგრძლივა. ეს ომის დაწყებიდან პირველი შემთხვევა, როცა სანქციების ვადა 6 თვის ნაცვლად 12 თვით გაიზარდა. გადაწყვეტილება ლიდერებმა ევროპის საბჭოს ხმამაზე მიიღეს. შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს უნგრეთი რეგულარულად ბლოკავდა ევროკავშირის სასანქციო და სხვა გადაწყვეტილებებს, ვეტოს ხშირად სლოვაკეთიც უერთდებოდა. ამჟამად ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21 პაკეტზე მუშაობს. ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ პაკეტის სანქციების პაკეტს დაადებს ვეტოს, აცხადებს ამის შესახებ თავად ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, სანქციების რიგით 21 პაკეტმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბულგარეთის ეკონომიკაზე. ამასთან რადევმა განაცხადა, რომ ბულგარეთი არ ეთანხმება რუსეთის ეკლესიის მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პატრიარქის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. როიტერის ცნობით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა და მასში 34 ფიზიკური და 47 იურიდიული პირი დაამატა, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსთან, ასევე ნავთობის და ბუნებრივი აირის ტანკერების ჩრდილოვან ფლოტთან. ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ არ დაუშვებთ სანქციებს, რომლებიც ზიანს აყენებს და საფრთხეს უქმნის ბულგარეთის ეკონომიკას. ჯვაროსნული ლაშქრობის ეპოქა დიდი ხანია დასრულდა. ის სილდება ეკონომიკასა და ენერგეტიკას. ჩვენ ხედავთ მის გავლენას კულტურასა და სპორტზე და ახლა რაც რჩება არის ის, რომ რელიგიაც მოიცვას. ნეტროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა, დაშავდა 2 ადამიანი. უკრაინის ინფორმაციით მედია ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს ამ ცნობებს. დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა 2 კერძო სახლს, ერთი სახლი კი დანგრეულია. ამერიკამ ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა მოხსნა. აღნიშნულს ადასტურებს შტატების ცენტრალური სარდლობა. განცხადებაში ნათქვამი, რომ ამერიკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად ბლოკადა ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შემავალი და გამავალი ყველა საზღვაო მოძრაობისთვის უკვე მოხსნილია. ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შტატების სამხედრო გემები რეგიონში რჩებიან, რათა ამერიკა ირანის შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა უზრუნველყონ.
ამერიკა ირანს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომლებიც შვეიცარიის ერთ-ერთ სამთო კურორტზე უნდა გამართულიყო, არ შედგება. ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მანამდე თეთრი სახლის წარმომადგენელმა მედიას დაუდასტურა, რომ შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი შვეიცარიაში აღარ გაემგზავრებოდა. ამერიკის პრეზიდენტი კი აცხადებდა, რომ შეთანხმების ფორმატის ხელმოსაწერად ის გაემგზავრებოდა ჟენევაში, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ცერემონია საჭირო აღარ იყო, რადგან ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. დონალდ ტრამპი ერთადერთი ლიდერია, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ დადებითად არის განწყობილი, ამბობს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი. მესმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ისრაელის კაბინეტის ზოგიერთ წევრს ამერიკა-ირანის შეთანხმების, ასევე ტრამპის კრიტიკა აწუხებს. ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს იმასაც, რომ ისრაელისთვის თავდაცვის უფლების ჩამორთმევა არ სურს, თუმცა ისრაელმა ისევე როგორც ყველამ სამშვიდობო პროცესი აუცილებლად უნდა დაიცვას. დონალდ ტრამპი მთელ სოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ამ მომენტში ისრაელის ერის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. ისრაელის პრობლემა დონალდ ტრამპი არ არის და ისრაელში ყველა ვინც ფიქრობს, რომ მათი ყველაზე დიდი პრობლემა შეერთებული შტატების პრეზიდენტია, უნდა გამოფხიზდეს და იგრძნოს ქვეყნის რეალობის მდგომარეობა. ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ განსაკუთრებული შეხედულების და განსხვავებული შეხედულების მიუხედავად ამერიკის და ირანის სამშვიდობო შეთანხმება მან მიიღო. ირანის სულიერმა ლიდერმა შესაბამისი განცხადება ამჯერადაც წერილობით გაავრცელა და ის გადასცა სახელმწიფო მედიამ. წერილის მიხედვით ხამენეი თავდაპირველად არ ეთანხმებოდა ურთიერთგაგების მემორანდუმს, მაგრამ ირანის პრეზიდენტმა მის გარანტიების შესახებ ის დაარწმუნა. ამასთან სულიერი ლიდერი აღნიშნავს, რომ შეთანხმების მისაღწევად სასოწარკვეთილმა დონალდ ტრამპმა ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა. ლიბანში ისრაელის საჰაერო დარტყმებს მსხვერპლი მოხვა. ღამით განხორციელებული თავდასხმისას 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. იერიში განხორციელდა ლიბანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქზე, ქალაქის დასახლებულ პუნქტზე. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ დარტყმები თეირანსა და ვაშინგტონს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად 2 დღის შემდეგ განხორციელდა. ისრაელის სამხედროების განცხადებით დარტყმები მიმართული იყო ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლას წინააღმდეგ. ცეცხლის შეწყვეტის განმეორებითი დარღვევის საპასუხოდ. ისრაელმა ლიბანის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს, აცხადებს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი. მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება ყველა სხვა ფაქტორზე მაღლა დგას და ისრაელმა მკაფიოდ უნდა აჩვენოს, რომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს. ბენ გვირმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ზომიერი პასუხები და თავშეკავება საკმარისი არ არის და მისი შეფასებით ტერორისტული საფრთხის აღმოსაფრთხოებად უფრო მკაცრი ქმედებებია საჭირო. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული პოზიცია პრემიერ-მინისტრთან პირად შეხვედრაზეც არაერთხელ გააჟღერა. ევროპის საბჭოს წამების არადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა გენერალური პროკურორის მოადგილე. ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე. აქცენტი გაკეთდა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და ღონისძიებებზე. ყურადღება გამახვილდა არასათანადო მოპყრობის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებაზე და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე. საქართველოში გაეროს სტოლთა უმაღლესი კომისარიატის ახლად დანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მხარებმა საერთაშორისო დაცვის სისტემა და მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება მიგრაციის მართვის და თავშესაფრის კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე, გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე გამახვილდა. შეხვედრის დასასრულს შინაგან საქმეთა მინისტრმა გაეროს სტოლთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილი და გაწეული დახმარებისთვის. საქართველოს 2026-30 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის და მისი 2026-27 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით დისკუსიის ფარგლებში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციები მოისმინეს. აღნიშნული პროცესი საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შინაარსობრივი დახვეწის, ასევე გაუმჯობესების პროცესს შეუწყობს. სხდომის მიმდინარეობისას განიხილეს
ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-25 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების კონკრეტული შედეგები. ჩვენ მნიშვნელოვან ყურადღებას ვანიჭებთ, რომ იყოს ინკლუზიური მიდგომა და ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული. და აქედან გამომდინარე სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება, რადგანაც საბოლოო ჯამში ეროვნული სტრატეგია იქნება პრაქტიკული შედეგზე ორიენტირებული და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი. სწორედ აღნიშნული ეროვნული სტრატეგიის დანერგვა და აღსრულება მოგცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში შევქმნათ უსაფრთხო საგზაო გარემო, მნიშვნელოვნად შევამციროთ საგზაო შემთხვევები და მათგან გამომდინარე მძიმე შედეგები. დღეს გამართა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და დარგის ექსპერტებთან, ვიცით რომ საქართველოს უნდა მიიღოს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია 2026-2030 წლების და ასევე სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის და სტრატეგიის შემუშავების პროცესში იყო საჯარო განხილვები. ეს არის დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მოგცემს მომავალი წლების განმავლობაში მოვახდინოთ საქართველოს გზებზე ტრამვატიზმისა და სიკვდილიანობის შემცირება. ივანე პეტრიცის ქუჩაზე 186 საჯარო სკოლის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა გრძელდება. პროექტი 1 ჰექტარ ფართობს მოიცავს, ტერიტორია სრულად გამწვანდება, მოეწყობა თანამედროვე საპარკო ინფრასტრუქტურა, განათლებისა და განათების და სარწყავი ქსელები, ასევე დაირღვევა სხვადასხვა სახეობის ხემცენარე. არსებული ფრენბურთის მოედანი გაფართოვდება და რეაბილიტირდება, სკვერი, ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურება. ასევე მოეწყობა საბავშვო და სავარჯიშო სივრცეები. სამუშაოებისთვის თითქმის 1,5 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგებული იქნება აღნიშნული ტერიტორია. აქ არის უკანონო შემოღობები, მინდა ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის, რადგან მოხდება გამოთავისუფლება ამ სივრცეების და შეემატება აღნიშნულ პარკს დაახლოებით ჰექტარი ტერიტორიაზეა საუბარი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საფეხბურთო მოედნის მოწყობა. აქ იყო ძველი მოედანი, თუმცა ეს იყო ძალიან პატარა და ხდება გადიდება. გარდა ამისა ირგება ახალი ხემცენარეები, თავისი განათებებით. ბავშვებისთვის გამოიყოფა შესაბამისი სივრცე, სადაც ატრაქციონები განთავსდება. სამუშაოები 10,000 კვადრატმეტრ ფართობზე მიმდინარეობს, 600-ზე მეტი ხემცენარე ირგვება ტერიტორიაზე, ტერიტორია სრულად გამწვანდება, ეწყობა საბავშვო სივრცე, სავარჯიშო, სპორტული მოედანი. პარალელურად ამ ტერიტორიიდან 50 მეტრში ბილიკით სხვა რეკრეაციულ სივრცეს უკავშირდება ეს ადგილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოვაწესრიგეთ. გვერდზე მომიჯნავეთ კიდე ერთი პროექტი ხორციელდება და საერთო ჯამში ამ სამ პროექტით 26,000 კვადრატმეტრ ფართობზე წესრიგდება და წვანდება ტერიტორია. მომაბე 3 საათზე ამით დასრულებულია. გმადლობ ყურადღებისთვის.